დღესდღეობით ვატარებ სახელს და გვარ ბიანკა შიგუროვა. ცხოვრობ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ბრმაღელში, სოფელი 12. არ აღიარებს იმას, რომ ვარ თავისი შვილი. ალბათ იმიტომ, რომ მე თავის საწინააღმდეგოდ მოვიკეცი. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, აღიარებს ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან გავართ, გარეგნობითაც, ხასიათებითაც და რავი, ესე ვფიქრობ, რომ შესაძლოა აზროვნებითაც ერთმანეთს ძალიან გავართ. ერთადერთი რაც უთხარი, რომ შენ მაინც ჩემი მამა ხარ და უნდა გამიგო თქო. მაგრამ ცუდი რამ დამიბრუნა უკან და როცა უთხარი, რომ აღარ შევაწუხებდი და დაბრუნებას ვაპირებდი, თვითონვე მომაბრუნე და მეძახე და მითხრა, რომ შენც ჩემი შვილი ხარ და ისევე შემტკივა გული, როგორც დანარჩენებზეო. დილის 8 საათი იყო, არასდროს დამამწყდება. წვიმიან ამინჩი გამოშვეს სახლის ეზოს გარეთ. მაგრამ ამ ყველაფერმა მე მეტი სტიმული მომცა, რომ მე მაინც ჩემი უნდა გამაკეთებინა. მე ვიყავი ესე ვთქვათ ბიჭი, მაგრამ მე ბრძოლდა ესე ვთქვათ მეორე პიროვნება, რომელიც დღესდღეობით ვარ, სრულყოფილი არა, მაგრამ მშობლებმა ზურგი მაგწია, სანათესაო გამერიდა, სამეზობლოს ეწოლას ახდენს. ამიტომაც ერთადერთი ადამიანი დარჩა, ჩემი ბებო, რომელმაც ეს ყველაფერი მიიღო, დაძლია და დღესდღეობით მასთან ვარ შეფარებული, მაგრამ იმდენად ძლიერია ჩემი მოწინააღმდეგები, რომ შესაძლოა ჩემი ბებოც გადაიპირო. დაახლოებით 40 ადამიანი ცხოვრობს. თვითეული ადამიანი ბავშვების ჩათვლით. ჩემს ზურგზე იდგნენ და თვითეული მცემდა. საერთოდ გამაშიშვლეს, გამატიტუეს. და ისინი ნაცემი სახლში შემომაგდეს. თითქოს და მიცვალებული ვიყავ. დავწერე განაცხადი, სუფსის განყოფილებაში ეს ყველაფერი არის. მაგრამ შავი ოქმი. ჩვეულებრივი ბრიტვით ვენები დავიჭერე. მომხედველი არავინ არ მყავდა, რის შედეგადაც სისხლის განვიცლებოდი. როცა შემეშინდა და სისხლი მრავლად დავინახე, უკვე კივილი დავიწყე. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ნამდვილ ქალად ყოფნა ძვირი სიამოვნებაა და ხელმომჭირნეობა აქ არ გამოდგება. რადგანაც ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ იქცევი, როცა მეტად დაემსგავსები ისეც, როგორიც გინდა რომ იყო. ეძღვნება ბეთ დევის, ჯინა როულანდს, რომი შნაიდერს. ყველა მსახიობს, რომლებიც მსახიობებს თამაშობენ. ყველა ქალს, რომელიც თამაშობს. ყველა მამაკაცს, რომლებიც თამაშობენ და ქალები ხდებიან. ყველას, ვისაც უნდა რომ დედა გახდეს.